დღეს მინდა გაჩვენოთ თუ როგორ ვიყენებ ჩიას. დაგჭირდება მაწონი ან კეფირი, მე დღეს მაწონს გამოვიყენებ, რომელიც არის დაახლოებით 125 გრამიანი და დავუმატებ 1 ჩაის კოს ჩიას. მოვურიოთ კარგად, ჭიქას დავახუროთ თავზე და შევდგათ მაცეორში მთელი დღის განმავლობაში. შეგიძლიათ მხოლოდ რამოდენიმე საათი დააყოვნოთ, თუმცა მე ესე მირჩევნია, რომ ღამე მოვამზადო და დილით მივირთვა. მას ახდება ჟელატინივით, ჩია საკმაოდ ფუდება და იზრდება მოცულობაში. ის ძალიან სასარგებლო მცენარეა, მაგრამ ბავშვებში ადეკვატურად უნდა გამოიყენოთ, ვინაიდან აკარგვინებს მადას. ის შეიცავს ბევრ მინერალს, კალცს, რკინას, ომეგა-3-ს, ძალიან კარგია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის და აგრეთვე ამცირებს ქოლესტერინის რისკს.